Სანქციები, ახალი არჩევნები, პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ქართული ოცნების არაღიარება. ამის შესახებ არის მოწოდებები ევროპის უმსხვილესი პოლიტიკური გაერთიანების ევროპის სახალხო პარტიის საგანგებო რეზოლუციაში. IPP მოუწოდებს ევროკავშირს და მის წევრ ქვეყნებს დაუყოვნებლივ დაუწესონ პერსონალური სანქციები ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი კობახიძეს, კახა კალაძეს, ირაკლი ღარიბაშვილსა და შალვა პაპუაშვილს ნათქვამია მასში. დოკუმენტში წერია, რომ სალომე ზურაბიშვილი უნდა იქნეს აღიარებული საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად. IPP გამოდის მოწოდებით, რომ ახალი არჩევნები ჩატარდეს საერთაშორისო დაკვირვებით, სამართლიანი და გამჭვირვალე პროცესის უზრუნველსაყოფად. IPP მოითხოვს ყველა სახის ფინანსურ დახმარებისა და სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერებას ქართული ოცნების რეჟიმთან, რომ აღიკვეთოს მისი ანტიდემოკრატიული ქმედებები და გაძლიერდეს თანამშრომლობა კრიტიკულ მედიასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან. რეზოლუცია ასევე მოითხოვს ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებას. IPP ასევე ითხოვს მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებასაც. სტრასბურგში ჩვენი შეხვედრის შემდეგ საქართველოში სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდა. ბიძინა ივანიშვილის არალეგიტიმური მთავრობა, რომელმაც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ძირი გამოუთხარა ქართველი ხალხის თავისუფალებას, მიმართავს რეპრესიებს და ძალადობას ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების მიმართ. ჩემი აქ თქვენთან შესახვედრად გამომგზავრების წინა დღეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის 3 ახალგაზრდა იქნა დაკავებული. მოგიწოდებთ მხარი დაუჭიროთ საგანგებო რეზოლუციას, რომელიც პრეზიდენტის მიერ იქნა წარმოდგენილი. რეზოლუცია მოუწოდებს ევროპის სახალხო პარტიის ყველა წევრს არაღიარონ ქართული ოცნების თვითგამოცხადებული რეჟიმი, მოუწოდონ ახალი არჩევნების ჩატარებისკენ, რაც შესაძლებლობას მისცემს ქართულ ხალხს თავისუფლად და შიშის გარეშე გამოხატონ თავიანთი ნება. გააგრძელონ პერსონალური სანქციების დაკისრება, რაც უკვე განხორციელდა ევროკავშირის რამდენიმე წევრი სახელმწიფოს მიერ, თუმცა ჩვენ გთხოვთ, მოუწოდოთ თქვენს პოლიტიკურ ლიდერებს დააწესონ პერსონალური სანქციები ევროკავშირის დონეზე, რათა ბაიძულოთ ივანიშვილის ხელისუფლება, რომ დათმოს ძალაუფლება და ჩატარდეს ახალი არჩევნები. ფინანსური დახმარება სრულად იქნას მიმართული თავისუფალი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების დასახმარებლად და მოქალაქეების გასაძლიერებლად. მოითხოვონ რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ყველა პოლიტიკური პატიმრის, ისევე როგორც პოლიტიკურ პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და ბოლოს მოგიწოდებთ არ ცნოთ ქართული ოცნების არალეგიტიმური საპარლამენტო დელეგაციები არც ერთ საპარლამენტო ფორუმზე, მათ შორის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში.